გუბერნატორის ინსტიტუტის შესაძლოა გაუქმდეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის მიზნით ახალი სტრატეგია მოამზადა. წარმომადგენლობითი ორგანოები რეგიონებში სამხარეო საბჭოების შექმნა, რწმუნებულის ნაცვლად კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ასეთია წინასწარი კონცეფცია. პარლამენტში გადაგზავნამდე და შესაბამისი კანონპროექტის მომზადებამდე ნარმანიას უწყება მოსახლეობას საკუთარი სტრატეგიის საჯარო განხილვას თავაზობს. გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია. ცნობილია სავარაუდო თარიღიც. ახალი სტრატეგია ძალაში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა. კონცეფციის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. გეგმის მიხედვით შეიქმნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისგან დაკომპლექტდება. მხარეს ეყოლება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელს სამხარეო საბჭოს წარდგინებით მთავრობა დაამტკიცებს. სოფლებში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის კი კრებები ჩატარდება. საუბარია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახალი სისტემის მომზადებაზე, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად დემოკრატიული სისტემა, მნიშვნელოვნად პროგრესული სისტემა, სადაც ადგილობრივი მოქალაქეები ჩართული იქნებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ძალიან ბევრი ფუნქცია, რაც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არის ამოტანილი, ეტაპობრივად ჩავა ადგილობრივ თვითმმართველობებში. რამდენიმე დღეში სამინისტრო პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობას იწყებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ახალი სტრატეგიის უპირატესობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. ძირითადი ცვლილება სოფლის დონეზე განხორციელდება ახლავე არჩევნებამდე, ასე ვთქვათ, რომალე სხვა ყველა ცვლილებები განხორციელდება 2014 წლის არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება გუბერნატორს, ეს იქნება ადმინისტრაციის მეთაურის შეიცვლება და იქნება ადმინისტრაციის მეთაური, სამხარეო ადმინისტრაციის მეთაური. ქვეყანა ყველა დონეზე უნდა იმართებოდეს წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. ანუ ისევე როგორც ქვეყანას ყავს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული, ზუსტად ასე უნდა იყოს თავიდან ბოლომდე. მთავრობის დეცენტრალიზაციის აუცილებლობას საპარლამენტო უმცირესობაშიც ეთანხმებიან, თუმცა ყოფილი ხელისუფლების მმართველობის ფორმის გახსენებისას აზრი ორად იყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი. დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო სწორედ ჩვენი მმართველობის დროს. 2004 წელს დიახაც საჭირო იყო მეტი ცენტრალიზაცია, რათა იმდროინდელ გამოწვევებს გამკლავებოდით. ეს იყო კრიმინალი და მასობრივი კორუფცია, უშუქობა, უდენობა და უბიუჯეტობა და ამას მრავალი თვითმმართველობებით მარტივად ვერ გადავწყვეტდით. მაგრამ მოვიდა სხვა დრო. საპარლამენტო უმცირესობის მსგავსად ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებენ თავად გუბერნატორებიც. რეალურად ჩვენ დღეს გვაქვს რაღაცა შენიებულ პროცესთან საქმე, სადაც სინამდვილეში ხდება ის, რომ თუ აქამდე ნიშნავდა პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტი ამბობდა, რომ ნიშნავდა, ამ შემთხვევაში დანიშნავს პრემიერი. ნათელი წარმოდგენა, მე მგონი არავის არ დარჩებოდა თუ რა ფორმით არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი გუბერნატორი. მთავარი რაც გავიგე არის ის, რომ სამხარეო ადმინისტრაცია რჩება. ახალ სტრატეგიას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების წინაპირობად მიიჩნევს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი აზრით რეფორმა ეკონომიკურ წინსვლას ხელშეუწყობს. ეს ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, იმიტომ რომ მხარეებს ეყოლება თავისი არჩევითი ორგანო, ერთგვარი ლეგისლატურები, წარმომადგენლობითი ორგანო მხარეების, რომელიც უპირველეს ყოვლისა ანგარიშვალდებული იქნება იმ ხალხთან, ვინც ის აირჩია, ანუ ამ მხარეს მაცხოვრებლებთან. აქედან გამომდინარე, ის ორიენტირებული იქნება მაქსიმალური ეკონომიკური და სოციალური პირობების შეუქმნას საკუთარ ამომრჩეველს. ახალი სტრატეგიის ძირითადი პრინციპების საჯარო განხილვა ორშაბათიდან დაიწყება.